ჩვენ ვითხოვთ დახმარებას, თუ არ დაგვეხმარეს, მაშინ რა აზრი აქვს მათ მუშაობას? თუ ასეა, მაშინ ვისაც როგორ სურს, ისე იცხოვროს და ისე მიხედონ თავიანთ თავებს. ისინი ჩვენგან ხმას და დახმარებას ითხოვენ. ახლა ჩვენ გვესაჭიროება, ჩვენც მათგან ვითხოვთ დახმარებას. მარნეულში გამსახურდიას ქუჩის ნომერ პირველში მდებარე 5-სართულიანი კორპუსის სახურავი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია, რაც შენობის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად დიდ დისკომფორტს უქმნის. ძალიან რთული ვითარება გვაქვს ბინებთან დაკავშირებით. ისინი თავიანთ ჯიბეებზე არიან ორიენტირებულები. ისინი იქით მხარეს ხიდს არემონტებდნენ. ხიდზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მე მგონი ჩვენი ავარიულ ბინაში მცხოვრები მოსახლეობის ვითარებაა. თუმცაღა იძულებულები ვართ, რომ ჩუმად ვიყოთ და ხმა არ ამოვიღოთ. მე საქართველოში მცხოვრები თურქი ვარ და ვიცი, რომ თურქეთსაც არაერთხელ აქვს განხორციელებული მხარდამჭერი პროექტები საქართველოში. თურქეთში ვცხოვრობდი თავიდან და იქ მსგავსი რამ არ მინახავს. საშინელ ვითარებაშია ბინები. ახალი გარემონტებული მქონდა ბინა, მაგრამ შეხედეთ, რა ვითარებაშია ჩავარდნილი. წყალი ჟონავს ისევ. სახურავი რომ არ ვარგა, ამიტომაც ჟონავს და გადის კედლებში. ძლიერი ნალექის დროს განსაკუთრებით ზარალდებიან კორპუსის ზედა სართულებზე მცხოვრები ოჯახები, რადგან მათ ბინებში წყალი ჟონავს, რის შედეგადაც შენობა თანდათან ფუჭდება და საფრთხეს უქმნის კორპუსის მაცხოვრებლებს. წლების განმავლობაში სახურავი იმდენად დაზიანდა, რომ პრაქტიკულად ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. ქარისა და წვიმის ზემოქმედებით კი სახურავზე ბზარები წარმოიშვა, შენობის შიდა ფასადის ნაწილი კი ჩამოიშალა. ნალექის დროს იმდენი წყალი ჩამოვიდა კორპუსებში, რომ აქაურობა წყლით იყო სავსე. ამ პრობლემას ხომ მოგვარება სჭირდება. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, თქვეს რომ მოვალთ და შევარემონტებთო, თუმცა ჯერ არ მოსულან. ბოლო სართულამდე წყლით იყო სავსე აქაურობა. შეხედეთ, როგორ არის დანესტილი კედლები. ნახეთ, რადგან სახურავი უარგისია, წყალმა ბინებში როგორ გაჟონა. შესაძლებლობა არ მაქვს, რომ თავად გავარემონტო. სამ შვილს ვზრდი, რომელთაც მამა დაეღუპათ. სხვა რა უნდა ვქნა? ხომ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა? ნახეთ, აივნიდანაც ჟონავს. ჩვენ მოხუცი ცოლ-ქმარი ვართ, მე დიაბეტიანი ვარ. შიშისგან აივანზე ვერ გავსულ ვარ, რომ ტანსაცმელი დავკიდო გასაშრობად. რამდენიმეჯერ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. ოფიციალურადაც მივაწოდეთ წერილი, მაგრამ უშედეგოდ. არავინ გვაქცევს ყურადღებას. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ